ახლა კი ჩვენთან წამყვანი თემუკა მოსულიშვილი შემოგვიერთდა და საინტერესო თემით დაიწყებს ის ჩვენთან საუბარს, რომელიც უკვე არ ახალია ყოველ შემთხვევაში ამერიკა გრენლანდიის ურთიერთობისთვის, უკვე რამოდენი გასულ საუკუნეში კიდევ უფრო ადრე დაიწყო ეს ინტერესი შტატების გრენლანდიის მიმართ, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ინტერესიც და ამჯერად კიდევ გარდა ტრამპის ასე ვთქვათ პირადი სურვილისა, რომელიც მან გააჟღერა, ჯერ კიდევ სანამ ის გახდებოდა პრეზიდენტი და მან წინა საპრეზიდენტო პერიოდშიც კიდევ მასკსაც აქვს გარკვეული ასე ვთქვათ ინტერესი ამ კუნძულის მიმართ, უდიდესი კუნძული. არა მარტო მას. და რაშია საქმე საბოლოოდ ეს გრენლანდია. თქვენ მივესალმებით მაყურებელს, პირდაპირ გადავარდებით თავით ესე იგი საკითხში. გრენლანდიის საკითხზე შოთამ ილაპარაკა გუშინ თქვენთან რამდენადაც უსმინე, თუმცა შოთამ უფრო პოლიტიკური ნაწილი. გრენლანდიის საკითხი ტექნოლოგიების მიმართულებით. ხო, როგორც ყველა საკითხი არის მრავალპროფილური. ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება. გრენლანდიის საკითხი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი შეიძლება იყოს, თუმცა აქვს ამაზრს არსებობის უფლება, რომ ნაკლებად არის სამხედრო და უფრო მეტად არის ტექნოლოგიური საკითხი და ეხლა გეტყვით რატომ. ეს ადგილი არის ცივი, მოგეხსენებათ. ტექნოლოგიური კომპანიები აშენებენ ძალიან დიდ საინფორმაციო ცენტრებს, ეგრეთ წოდებულ დატა ცენტრებს. უბრალოდ დატა ცენტრებს, ეგრეთ წოდებულ საინფორმაციო ცენტრებს. რომელსაც ცივი ჭირდება? გაგრილება სჭირდება. რომელიც გაგრილება თქო არ გეგონოთ რომ კონდიციონერით პირობითად თქო გააგრილებ ან თუნდაც რამე სხვანაირად ძალიან სერიოზული გაგრილება სჭირდება. და საკონსერვო თანხა დაიზოგება. გარდა საინფორმაციო ცენტრებისა ძალიან ბევრი რესურსი არის, რომ იშვიათი მიწის რესურსები, რომელსაც აი ტრამპი უკრაინას ელაპარაკება და ასე შემდეგ. ესენი ძალიან პირობების გამო შეირჩა. მნიშვნელოვანია ტელეფონების კეთება. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, რაც ძალიან მომხდა ყურში რო ვკითხულობდი, რომ სტაბილური ამინდი არის. დაკიდან გამომდინარე გამოდგება კოსმოსური პორტისთვის, წარმოიდგინეთ. უკეთეს პირობები არის ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოკლედ, იქამდე მივიდა ეს ტექნოლოგიური ინდუსტრია, ტექნოლოგიური კომპლექსი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ მithქმა მოთქმის დონეზე ამბობენ, რომ ტრამპს პირველი მათ ჩააწვეთეს პენტაგონამდე გრენლანდიაზე ესე გალაშქრების ამბავი. მოკლედ, ძალიან საინტერესო არის და დიდი თემა არის და მაყურებელს ურჩევდი, რომ ჩაეძიოს თვითონაც ამ საკითხს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძალიან მულტიპროფილური არის. და არა მარტო მას კი არის დაინტერესებული, მაგრამ ყველა Microsoft-ი, SoftBank-ი, Bill Gates-ი, Bezos-ი, თითქმის ყველა ტექნოლოგიური გიგანტი, ვინც კი ყავს ამერიკას. სადაც მასკი ვახსენეთ, ახლა გადავიდეთ მასკზე მოგიყვებით კიდე პატარა ისტორიას. მასკმა გააკეთა თავისი საკუთარი ხელოვნური ინტელექტი, უკვე ას თუ ისე ცოტა ხანია, გროკი ქვია ამ ხელოვნურ ინტელექტს. და სულ ცოტა ხნის წინ, რამოდენიმე დღის წინ გააერთიანა ორი კომპანია. Twitter-ი, ანუ X-ი და გროკი. გაერთიანების მიზეზი გარდა კომერციული ინტერესებისა, გარდა იმისა, რომ გასამაგდა შეფასება ამ ორი კომპანიის გაერთიანებით არის ძალიან საინტერესო, რომ ამ ხელოვნურ ინტელექტს გროკს ექნება წდომა Twitter-ის, ანუ X-ის ყველა პოსტზე და საინფორმაციო ბაზაზე. რისთვის? ეს როგორ სწავლობს ეს ხელოვნური ინტელექტი? სწორედ სწავლობს. ამ პოსტებს წაიკითხავს და აქედან გამოიტანს დასკვნები და ეს იშვიათი არის, იმიტომ რომ მაგალითად ChatGPT, რომელიც არის OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, ის კითხულობს სტატიებს ინტერნეტში უფრო ზოგადად. ეს წაიკითხავს კონკრეტული ადამიანების პოსტებს. რაც საინტერესო არის და განაპირობებს უფრო აზრის მრავალფეროვნებას პასუხის გაცემის. ანალიტიკისთვის ზოგადად. კი, ძალიან. ესე ჩემ პოსტებსაც წაიკითხა? თუ წერ Twitter-ზე და X-ზე, ყველაფერს წაიკითხავს აბსოლუტურად. თუმცა სადაც სტატუსი ქართულად არ წაიკითხავს, ქართულსაც წაიკითხავს აი რომ ჩაუშვებენ ქართულ ენას ხო გქონდა წინა გადაცემებში, მაგასაც აპირებენ. ხო, ChatGPT ჩაუშვა და საკმაოდ კარგად აკეთებს. არ ჩაუშვა, დავბლოკოთ. თუმცა რა თქმა უნდა, სადაც აიკითხავს და ინფორმაციაზე ექნება წტომა, იქვე გაჩნდა წუხილი, რომ პირადი ინფორმაცია მომხმარებლების ამდენად ეთიკურად შეისწავლის და ამუშავებს, თუმცა მე ჩემი პირადი ეჭვერი, რომ მასკს ნაკლებად ადარდებს ეგ საკითხი და ზოგადად მაგ საკითხზე რას ფიქრობენ. ბოლო საკითხი არის ჩემთვის ძალიან საინტერესო და ესეც ძალიან დიდი საკითხია, რომელსაც ასევე ურჩევდი ჩვენ მაყურებელს, რომ ჩაეძიოს ტეხასში. ცოტა გვერდიდან დავიწყებ. ტეხასის კონგრესმა გამოაცხადა, რომ მათ სჭირდებათ მათ მოსახლეობას სჭირდება გარანტირებული წვდომა ელექტროენერგიაზე. და მიიღეს კანონი დაამტკიცეს და რატომ მიიღეს ახლა ეს კანონი?
ტრამპმა როდესაც ის აირჩიეს, დაანონსა ძალიან დიდი 9 ტრილიონიანი 500 მილიარდიანი პროექტი Stargate. პროექტი Stargate-ის მიზანი არის 2022 წლისთვის ყველაზე დიდი და ტექნოლოგიურად ჩახლართული სუპერკომპიუტერის შექმნა და ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციის გამყარება მსოფლიოში როგორც ტექნოლოგიური და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ლიდერის. თუმცა როგორც გითხარით გრენლანდიის ამოსოцоც ყვებოდი რომ ამ ტექნოლოგიას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი, კონკრეტულად ელექტრორესურსი. იმდენად დიდი რომ ტეხასის შტატი ერთ-ერთი ადგილია სადაც მათ უნდა აშენონ საინფორმაციო ცენტრი, რომელიც გადაამუშავებს ინფორმაციას. შეიძლება წაართვას მოსახლეობას ელექტროენერგია, რომელიც შეიძლება, დენი შეიძლება წავიდეს იმდენად დიდი რაოდენობით დენი და ენერგია მიაქვს ამ დატა ცენტრებს და გადასამუშავებელ ცენტრებს. ამიტომ არის საჭირო გრენლანდია. ამიტომ არის საჭირო ეს სწორი კავშირი. ამიტომ არის საჭირო გრენლანდია, კი. ეს პროექტი Stargate არის ფაქტობრივად თუ მათ რასაც ამბობენ, ის ყველაფერი გააკეთეს და გაყვნენ, ძალიან დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რომელიც როგორც გითხარით, ფაქტობრივად გარანტირებულად ამერიკის შეერთებული შტატები იქნება დომინანტი მომავალ საუკუნეში ახალ ტექნოლოგიებში და ისე საინტერესოა მაგმიმართულებითაც, ხო, ეგ მაინტერესებდა, რომ რამდენად რეალური არის, რომ კონკურენცია შეიძლება შევიდეს Stargate-ზე ჩინეთთან. იც როგორ არის? არ დათმობს ჩინეთი, ესე მარტივად. ახლა ამათ ესე მარტივად ტექნოლოგიური მიმართულებით საკმაოდ ყველასთვის ნათელია რომ ამერიკის შეერთებული შტატები მეტწილად მაინც არის ლიდერი ტექნოლოგიურ სფეროში. თუმცა რა ხან მათ დასჭირდათ ამ ხელა პროექტის ჩაშვება, ეს პირდაპირ დაუპირისპირეს ჩინეთს. ჩინეთის ინტერესიც არის გრენლანდიაში. ხელოვნურ ინტელექტში კონკურენცია მათ პირობითად ვამბობ, პირობითად ევროპასთან არ სჭირდებათ, ან რუსეთთან არ სჭირდებათ, ან საყოველთაო სხვა ქვეყნებს დიდ ხელოვნურ ინტელექტში პროგრესი არ აქვს. რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ არა ისეთი როგორც ჩინეთს და ამერიკას. ეს პროექტი 9 ტრილიონიანი პირდაპირ უპირისპირდება ჩინეთს. და რა ხან მათ ამ ხელა ძალისხმევის ჩადება და ამ ხელა რესურსის მობილიზება დასჭირდათ იმისთვის, რომ ჩინეთს გაუწიონ კონკურენცია, ეს პროექტი გვეუბნება, რომ ჩინეთი ძალიან ძლიერი. იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე ამას ჩვენ მეინსტრიმული მედია გვეუბნება. და აქედან გამომდინარე მგონია, რომ მათ სჭირდება და საფრთხეს ხედავენ აქედან და ამერიკა თუ საფრთხეს ხედავს ჩინეთიდან, საფრთხე სერიოზული არის. ყოველთ მოკლედ თამაში ფულს არ ჩერდება. და მაინც რატო იდება ამ ხელა მე მინდა რომ განმარტოთ მაყურებლისთვის, ვისაც ცოტა მიხოცორ ბევრს საუბრობთ ჩვენ ხელოვნური ინტელექტის შესახებ. მაინც ცოტა გაუგებარი შეიძლება იყოს იმ თაობის მაყურებლისთვის, რომელიც ჩემი თაობაა, ჩემს უფროსია. მაინც რატო იდება ამ ხელა რესურსი და რატო ხდება ასეთი პირდაპირ დატაცება იმ ტერიტორიების ან იმ სივრცეების, სადაც შეიძლება რომ სწორედ ამ ხელოვნურმა ინტელექტმა თავისი ასპარეზი გაშალოს, რა არის, რატომ არის ასეთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი დღეს, რომელშიც უზარმაზარი რესურსი, რას აკეთებს ეს, აი მარტივად ხალხურად რო ვთქვათ, რას აკეთებს ეს ხელოვნური ინტელექტი ისეთ, რასაც ჩვეულებრივი ინტელექტი ვერ აკეთებს. ესეთ კითხვა არის. ფილმს გადავიღებთ, მაგრამ მარტივად მოკლედ რო უთხრათ მომ. აი როგორც შენი ხედვით და ანალიზით. აი ხა გრენლანდია კარგად იყოს, მაგრამ აი მსგავსი ცენტრები, ასე ვთქვათ, სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშია განლაგებული, ხო, როგორც ვიცი, ან მარტო გრენლანდიაზე ხო არ არის? ხო, ჩვენ ხშირი არის ცივ ადგილებში არქტიკაში. გოგეს კითხვას რო დაუბრუნდე, აქედან დავიწყებ და მე გავყოფის ხელოვნური ინტელექტი პირველად როდესაც მოვედი წინა სამშაბათს, როდესაც დავიწყეთ ჩემი ტექნოლოგიური რუბრიკა, მე ვთქვი, რომ სამომხმარებლო დონეზე უკაცრავად ხელოვნური ინტელექტის შეხება ჩვენ გვაქვს მხოლოდ ენობრივ მოდელებთან, ანუ ChatGPT-თან. სერიოზულად ამის აპლიკაცია ამ ტექნოლოგიის არის ძალიან დიდი და პირველ რიგში რითიც არიან დაინტერესებული ჩემის აზრით ისეთი ზესახელმწიფოები როგორც ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები არის სამხედრო აპლიკაცია. ანუ წარმოიდგინეთ რაკეტა რომელსაც ისვიდა, რომელიც თვითონ მიემართება, აი მეტრებში ზუსტით ხდება სამიზნეს. ასევე არის სამედიცინო დანიშნულება, რომელიც არარეალურ რაღაცებს აკეთებს მედიცინაში, რაც უფრო მეტად იცის ჩვენმა მაყურებელმა. ეკონომიკური ბენეფიტი უკაც სულ ბოდიში ამ სიტყვისთვის, რომელიც მოაქვს ამ ტექნოლოგიას, რომელიც არის ინფორმაციის სიკეთეები, დიახ, რომელიც წამიერად ამუშავებს ინფორმაციას, გამოაქვს დასკვნები კომპანიებს ეუბნება, რა გააკეთონ, როგორ გააკეთონ, ზედმეტი გასავალი როგორ შეამცირონ და ასე შემდეგ. თუმცა პირველ რიგში ეს არის სამხედრო. მაგრამ გამომგონებლობას ვერ აკეთებს, ხო? ანუ ის არსებულს ასე ვთქვათ, ამუშავებს, იმიტომ რომ თვითონ ახალს ვერ ქმნის და ვერ იგონებს. ამ შემთხვევაში მე გულისხმობ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აი სამედიცინო სფეროში რაღაცა პრეპარატს, რაღაცა დაავადების საწინააღმდეგოდ ის ვერ იგონებს. ჯერჯერობით, ხო, ჯერ. ხელოვნური ინტელექტზე ყოველთვის ვიტოვებთ ესე იგი. თუმცა კარგად სივრცეს განვითარების ძველი თაობის ადამიანი შეიძლება ცოტა გაუჭირდეს მიხვდა რა ლაპარაკობს ყველა ხელოვნურ ინტელექტზე. აი კარგად რო გავიაზროთ რაში ვცხოვრობთ ახლა და რით შეიძლება დამთავრდეს ეს ახალი ინდუსტრიული რევოლუცია, ტექნოლოგიური რევოლუცია, უნდა ვიფიქროთ ინდუსტრიულ რევოლუციაზე, როგორი ცვლილებები მოიტანა ადამიანის ცხოვრებაში. ქარხანამ და ავტომატიზაციამ ძალიან ესეთი ელემენტარული საქმის.
ზუსტად იგივე იზავს ხელოვნური ინტელექტი. ოღონდ ამას იზავს გათხუთმეტმაგებულად და გაუცმაგებულად. ანუ ჯერ თან ჩვენ ამ პროცესში ვართ. კარგად ვერ ვხედავთ ამას და შეიძლება ვერც დავინახოთ. ძალიან სწრაფად იზამს. 50-100 წელიწადში. თუმცა რა ტემპითაც მივდივართ, შეიძლება შემდეგ წელს დასრულდეს. კი, ნამდვილად ეს გაცვლა იმისი როდის იქნება, ეს არ იქნება. საინტერესოა ილონ მასკს რაში დასჭირდა აი ამ ხელა კონკურენციაში შესვლა თუნდაც. ეგეც ძალიან ისეთი საინტერესო კითხვა არის. ილონ მასკი ნუ მისთვის ალბათ უფრო კიდევ უფრო მაგარი როლების ხო? სპორტული ინტერესი. ამ კაცობრიობის ბიოგრაფიას რო გაიხსნა, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, ნამდვილად ისეთი. მრავალ პროფილური კაცია. სპორტული ინტერესები აქვს ძალიან. მას ეს სპორტის დონეზე უყვარს საქმის კეთება, ესეთი ბიზნესი. აი მაგალითად მისი ხელოვნური ინტელექტი გროკი, რომელიც ვახსენე. ფაქტობრივად ბევრ დროს უსტერებდა ნებისმიერ სხვა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე. უბრალოდ რა არის მისი განმასხვავებელი თვისება? ის არის უცენზურო. ანუ აკეთებს ყველაფერს, რაც არ უნდა მისწერო, რომ ეს გამიკეთებ, ფოტო, ტექსტ, ყველაფერს გაგიკეთებ. რასაც მაგალითად ChatGPT არ აკეთებს, რომ გეუბნება, რომ ეს ეწინააღმდეგება ჩემ პოლიტიკას. არა, გამხმარე საშუალება არის ნამდვილად ფართო სპექტრით რესურსი. ესეც მისი რაღაცა ეპატაჟური მორიგი. ეს მისი მთელი ნარატივი არის, რომ თავისუფლება ულიმიტოდ, რასაც ნუ რაღაცა რეგულაციები უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ სამწუხაროდ.